მოგესალმებით, მე ნატო გოგოლიავა ვარ, ეს კი გურია ნიუსის გადაცემა არჩევანი. მე დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა პესტიციდები, მცენარეთა დაცვის და მავნებლებთან ბრძოლის საშუალებები, რომლებიც გარემოს ყველაზე უფრო გავრცელებული დამაბინძურებლებია. ამჟამად პესტიციდებს მიეკუთვნება 1000-ზე მეტი ნაერთი, რომლებიც სხვადასხვა ქიმიურ კლასს წარმოადგენენ. საბჭოთა პერიოდიდან, როცა პესტიციდების უკონტროლო მოხმარების ბუმი იდგა, მემკვიდრეობად გვერგო სხვადასხვა პესტიციდები დამინძურებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უზარმაზარი ტერიტორიები, გრუნტის წყლები, წყალსატევები და ასე შემდეგ. საკუთარი პროდუქტების ხარისხის მთავარი მაჩვენებელი მასში პესტიციდების დონეა. ამ პროდუქტში კი ისეთი ქიმიური ნივთიერების აღმოჩენა შეიძლება, რომლის ხმარება რამდენიმე ათეული წლის წინ აიკრძალა, თუმცა მათი მდგრადი თვისებების გამო ნიადაგსა და წყალს დღესაც აბინძურებს. როცა მოდიოდა პესტიციდები, იყო საწყობება ხდებოდა ნეგოციაციაში, სადაც იყო შხამქიმიადების მთავარი საწყობი. სადაც იგი ექვემდებარებოდა ყველა წელს მისი დაწყობა, სტელაჟებზე იყო დაწყობილი, ხდებოდა კონტროლი და აქედან მიდიოდა მოთხოვნის მიხედვით გულის ყველა რეგიონში ჩოხატაური, მოზურგეთი და ლანჩხუთი. ისე გატანახებოდა მოთხოვნის მიხედვით ყველა რეგიონიდან და გაჟონვა როგორც ასეთი ხო, შეიძლება და გამოეწვია ამას ნიადაგის არწყვის. არ დაფიქსირებულა დროს. ნიადაგში გაჟონვა ისე იყო მოწყობილი საზღვარი, რომელიც იქნა ყველა წელს ექვემდებარებოდა გაჟონვა არ დახდებოდა. ისეთი დაცული იყო და ეს ვადაგასული პესტიციდები. ეს ვადაგასული მეთვლისგან იყო მოთხოვნა, ეს სამსახურებიდან და თუ იქნებოდა ვადაგასული, ეს მიდიოდა მანეურის პოლიგონზე და იქ ხდებოდა მისი განადგურება ჩვენი წესის მიხედვით. და ამჟამად სოფლებშიც იყო დაუშვათ საზღვრები, ნიგადების. გულის ლანჩხუთის ყველა სოფლებს ჰქონდა მისი შხამქიმიადების საზღვრები, რომელსაც განწყებით ჩვენ თვითონ შეგვქონდა და ჩვენ დასავლეთ სოფლიდან დაახლოებით და ჩვენ თვალწინ ხდებოდა მისი დასაწყობება, როგორც ეს დარიგია. და მე მიდიოდა რა ხმარება სასოფლების დავლობისათვის. და არც იმ სოფლებშიც მე ადამიანებია რადგან არც სარდასუდა რომ საქართველოს ინდარლო ისე რაღაცა ან ცუდად ნიადაგში დამარხა და უშუალოდ და როდიარეში ამდე გაიჟონა ასეთი არ დაფიქსირებულა. სხვა ახლა ეს რამდენი სამავია ის ხდებოდა და შემდეგ პირდაჭი დღესდღეობით შხამქიმიადების საწყობები არც არ ფუნქციონირებს, ესე იგი ეს ყველა ძველი საწყობები მიტოვებული და დაგრეულია შენობები და არც შხამქიმიადები არ არსებობს. ვადაგასული პესტიციდები საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ისტორიული მწვავე პრობლემაა. შესაბამისად, გურიაშიც ათასობით ტონა შხამქიმიკატი შემოდიოდა, რომელიც თითქმის ყველა დიდ სოფელში საწყობდებოდა. პესტიციდების ყოფილი საწყობები და ნაშთები ყოველგვარი გამოკლების გარეშე სამეურნეო და ბიზნეს საქმიანობისთვისაა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს ოპერატორებს კანონი ავალდებულიათ ამ მიმართულებით გამოიკვლიონ ტერიტორია. მაგალითად, ოზურგეთში პესტიციდების ყოფილ საწყობში, საიდანაც მთელი რაიონი მარაგდებოდა, დღეს შეპესა გულისტანია განთავსებული, რომელიც პურის ფქვილს და კატოს აწარმოებს. პირუტყვის საბალახოდ აქცეული ანალოგიური საწყობი და მიმდებარე ტერიტორია ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში. უფრო მეტიც, ჩოხატაურში სოფელ შუაფარცხმაში პესტიციდების ყოფილ საწყობში ოჯახი ცხოვრობს, რომელზეც ჩვენ სპეციალური სიუჟეტი მოვამზადეთ. მაკაბერძენიშვილის სოფელ შუაფარცხმაში პესტიციდების მიტოვებულ საწყობში მეუღლესთან და მცირე წყლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. იცის, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო არაა, თუმცა ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. და არ ქონდა მიწა ფაქტიურად სამოსახლო მიწა არ ქონდა ჩვენ და საბჭოს თავმჯდომარე იყო რაჯინჭარაძე და თხოვეთ იმას, რომ სამოსახლო მიწა მოეცა და მარტო იყო ეს კედელი ასაშენებული. მე ჩვენ ახლა ნაძვები ყავთ მოვჭერით. რაღაცა სიმწრით ახურებს, უმანაძე შიფერი მოგვაწოდა საჭოქა. ეს საწყობის ადგილია ზუსტად და კედლებიც კი საწყობისია? კი. ეს იყო აი სახლის ბოლო კედელი ასე არის. ჩვენი ეზო არა უკან. დიახ. წინა არის, რა ხედავთ, ასე არის წინა ეზო ეს.
არიან. გვიყვება რომ ტერიტორია არავის შეუმოწმებია და მხოლოდ ის უთხრეს რომ ადრე ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ამბობს რომ უსაფრთხოების მიზნით ეზოში მხოლოდ მიწა დაყარეს. შემოწმებული ახლა მოსაყვანად ანუ მე მიწა დავყარეთ და რაღაცა რომ ეს ბოსტნისთვის რამე ისე ვითხრეს რომ არ შეიძლება რაღაცა შხამქიმიკატები და ეს იყო ამ ეზოში. და ცისტენები და ისინი ყომოდა და მარხოდი. ბერძენიშვილების საცხოვრებელის და კარ-მიდამოზე მსგავსად დღემდე არავის შეუმოწმებია სკოლა და ეზო, რომელიც რამდენიმე მეტრში მდებარეობს და სადაც დღემდე შემორჩენილია საწყობის ნანგრევები. სკოლის დირექტორს ამ თემაზე კამერასთან საუბარი არ სურს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ საშიში არაფერია. განსხვავებული მოსაზრება აქვს გამგებლის წარმომადგენელ შუაფარცხლის თემში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სოფლის მთავარი აგრონომი იყო. არა, ვინახავდით აზოტოვანი სასულებების სასუქები რომ მოდიოდა და ფერმისედადეს იმაზინი იყო მეტი დიდი იგი არ იყო ბალახის ასე მას კლავს ხანაში და დიდი ასეთი მეტი არაფერი დიდი ჩვენ პრეპოზიტები არ ქონდა, მენახები არ ქონდა ჩვენ შაფარცხლში და აზოტი ძირითადად და ეს იმაზინი მოსაწამლი და ნამდვილად არანაკლში დამპროშირებია ამ დიდი ხნის მანძილზეა საერთოდ არავინ პირველად და თქვენ ნახეთ ძალიან დიდი და არა ნახეთ არასოდეს არავინ არ დაინტერესებული ამის შესახებ. ფიქრობთ რომ აუცილებელია რომ აი რაღაცა კოლევა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, უგეთესია, რა თქმა უნდა, რა მაინც აზოტის და ის ფოსფორის და იმენა ყოფილი ადგილებია და რა თქმა უნდა საჭიროა. სოფელი შუაფარცხლმა ერთადერთი ადგილი არაა, სადაც პესტიციდების საწყობი იყო. საბჭოთა კავშირის დროს ქიმიურ ნივთიერებებს ყველა სოფელში ინახავდნენ. შესაბამისად დღეს ყველა სოფელში ინახავდნენ მსგავს ადგილს, ზოგან სასაფლაოა, ზოგან ყანები, ზოგანაც სახლები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლების ვალდებულება რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული, რომლებმაც ადგილებზე ყოფილი საწყობების ნაშთები უნდა აღრიცხონ და მათი სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ვარგისიანობა უნდა განსაზღვრონ, პრაქტიკულად პასუხისმგებლობას ყველა თავიდან იცილებს. კომენტარზე უართქვა სურსათის უნებლობის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელობამ. სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსებმა კი აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ ჩვენ აღრიცხვას არ ვაწარმოებთ. მე ჩემს სამსახურში, რომელიც 2013 წლის აპრილში გაიხსნა, არანაირი ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. და არც მქონია, იმიტომ რომ არავინ დაინტერესებული არ არის უკითხია სადრო. ფაქტიურად საწყობები კი არა, ნათესი ფართობების შესახებ მე ვერავითი ინფორმაცია წინა 9 წელს რამდენი დაითესა, რამდენი დაიხნა, რომ შედარება გამეკეთებინა. ანუ ამის შესახებ ჩვენს მუნიციპალიტეტში სად იყო ზოგადად გამოკითხვის დონეზე ვიცი, რომ მეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები იღებდნენ. რა თქმა უნდა, როგორც მინერალური ორგანოს და რა თქმა უნდა პესტიციდებსაც, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ აქვს. არ გაინტერესებთ, აი დღეს რა მდგომარეობა, იქ არსებული თქვა, იქნებ ყანებია, იქნება ყანები არსად არ არის. ყანები არ ვიცი ზოგადად რომ არ არის, იმიტომ რომ მიწის პრივატიზაცია როცა მოხდა 92 წელს, 92 წლიდან ფაქტიურად სახელმწიფოს სასუქი არსად არ შეუტანია. 99 წლიდან უფრო სწორად, 92 წლიდან რაც გამოიყო მიწა და საკუთრებაში გადაეცა, ყველა იყო დაინტერესებული თავისი მიწის მოყვანით და აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მათთვის არასოდეს მიუწოდებია თვითონ იყო გლეხი მისი მიწის განკარგავი და თვითონ ჭირდებოდა სასუქი ორგანული, არაორგანული როგორი არის პესტიციდები ნიადაგში ხასული. ხო, იცით რა არის, შესასწავლია ალბათ, რომ მე როგორც ვიცი, მაშინ ადრე პესტიციდები ძირითადად იყო კასრებში, ან რაღაც პოლიეთილენის დახურულ ჭურჭლებში სითხის სახით შემოდიოდა, მაშინ მავნებლებს უფრო ჰერბიციდები იყო, რომლებიც ბალახის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ და მოჭარბებული ბალახის და ნუ არ ვიცი ახლა ამ მე რა ბედი ეწია, როგორ რა მოხდა, ამის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. პრობლემის სიმწვავის გამო საკითხი გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც მოხდა, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და მაშინ მხოლოდ ის ჩაწერეს, რომ პესტიციდების მიტოვებული საწყობების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. რაიც ამასთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორმა, რომელიც სამხარეო საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარეა და პასუხისმგებელია გეგმის განხორციელებაზე, თუ როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას იმ ფონზე, როცა ყველგან ხვდება, რომ პესტიციდების მიტოვებული საწყობების სახიფათოა. ამ კითხვაზე პასუხის მიღებას გია საულქვაძისგან შევეცდებით, რომელიც ეთერში Skype-ში გვერდება.
მოგესალმებით ბატონო გია, პირველ რიგში მადლობა დრო რომ გამონახეთ ჩვენთვის და გვერდთვებით Skype-ში. ჩვენ საუბრობთ პესტიციდებზე, უბრალოდ იმ მიტოვებულ საწყობებზე, რომელშიც პესტიციდები ინახებოდა გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში, რომელიც 7 წლიან პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმისა, თუ სად არსებობდა ეს საწყობები, დღეს რა მდგომარეობაშია. თქვენ ხართ მხარი საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარე და ამ გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირიც. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და იმ დროის განმავლობაში, რაც თქვენ ხელმძღვანელობთ ამ საბჭოს, თუ იქნა მოძიებული ამ კუთხით და კონკრეტული სამუშაოები თუ ჩატარდა? გეთანხმებით, ასეთი ჩანაწერი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ეს სტრატეგიული გეგმა მუშავდებოდა, ასეთი არსებობა არ დასტურდებოდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ არის და იქნებოდა მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის პერიოდში, საბჭოთა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში შედიოდა ძირითადად გვარჯილის სახით ეს პესტიციდები, სასუქი და ასეთი საწყობებიც არსებობს. იმ პერიოდში არსებობდა. ამის შემდგომ პერიოდში კონკრეტულად ამ საწყობებიდან პესტიციდების გატანა ხდებოდა საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომაც და თუ ასეთი საწყობები აღმოჩნდება სტრატეგიულ გეგმაში სწორედ ეს არის ჩაწერილი იმ პერიოდისათვის ასეთის არსებობა სადაც საწყობში იქნებოდა პესტიციდები დადგენილი არ იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი იქნოს დანახული. ჩვენ სწორედ ჩემი მოსვლის შემდგომ ჩავატარეთ ინვენტარიზაცია იმ შენობა ნაგებობების, რომლებიც არის როგორც კერძო პირების მფლობელობაში, ასევე სახელმწიფო მფლობელობაში და მოთხოვნის შესაბამისად ზოგი ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვეცა, ეს არის ყოფილი კოლმეურნეობების სხვადასხვა ნაგებობები, რომლებიც იმ პერიოდში არსებობდა, ის ზოგი გასხვისდა და ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგეხსენებათ, ან იჯარით გაცემის, ან აუქციონზე გატანის წინ მოწმდება შენობა და ასეთი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ბატონო გია, თქვენც მეთანხმებით და ამბობთ, რომ არ არსებობს ინფორმაცია. თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია იყოს მოძიებული? თუ გაქვთ კონკრეტულ სამსახურებთან ურთიერთობა, რომ კონდეთ მინიმუმ ინფორმაციის დონეზე თუ კონკრეტულად სად იყო ეს საწყობები. თუ ხდება მოსახლეობის ინფორმირება შესაბამისად, რა საფრთხეების გამოწვევა შეუძლია პესტიციდების ყოფილ საწყობებს. ერთია რომ გატანილი ან არჩენები ან არჩენები არა, მეორეა ნიადაგში მოხვედრის პრობლემა, გარემოს და ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ამან გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე გისვამთ ამ შეკითხვას, რამდენად ხართ ინფორმირებული და დაინტერესებულიც რომ ეს ინფორმაცია გქონდეთ. დაინტერესებული ვარ, ვინაიდან ის არის საფრთხის შემცველი, თუმცა დღემდე არც ერთ მუნიციპალიტეტიდან ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა. მოგეხსენებათ, გუბერნატორი, როგორც საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარე, მიღებულ გადაწყვეტილებებს ქვედა დონეზე ახდენს მის იმპლემენტაციას და უნდა შემოსულიყო მუნიციპალიტეტიდან. მე ვაძლევ თანხმობას იმ შენობა ნაგებობების გადაცემაზე, სადაც შესაძლებელია გასხვისება სხვა ან ადაპტირება ამ შენობის სხვა მიზნით გამოყენებისათვის. ასეთი ჯერჯერობით არ შემოსულა. რაც შეეხება თქვენს კითხვას საწყობებთან დაკავშირებით, რამოდენიმე სოფელში მეც გაღლდით და არაერთგზის იმ შენობა ნაგებობებში, სადაც შესაძლებელია ყოფილიყო დასაწყობებული, იქ ასეთის კვალი არ აღმოჩენილა. ანუ ვერსად ვერ იპოვეთ, დაინტერესდით და ვერ იპოვეთ ბატონო გია. უკაცრავად, თქვენ როგორ ფიქრობთ, გუბერნატორმა უნდა იაროს სოფელ და ამ შენობა ნაგებობებში? ჩემთან ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა. გუბერნატორი არ უნდა დაინტერესდეს, როცა სტრატეგიული მხარის განვითარების გეგმაში კონკრეტულად წერია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. ამ ჩანაწერის არსებობა ხო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქედან გამომდინარე, ეს ჩანაწერი ადასტურებს შემოკარგო, რომ ასეთი აღმოჩენილი იმ პერიოდისთვის არ ყოფილა, მოგეხსენებათ 2014 წელია და თუ კი აღმოჩნდებოდა, სწორედაც რომ მიექცეოდა ყურადღება. დღემდე ჩემთვის ცნობილი არ არის, არც ერთ მუნიციპალიტეტს არ გადმოუწია. მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა, როცა ქლორის ბალონები იყო აღმოჩენილი ჩოხატაურში, ოზურგეთში და ყისიერი რეაგირება მოხდა. იმ ბალონებისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ
ამ თემებს მაქსიმალური ყურადღება ექცევა როგორც ჩვენი, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. ეს ციტირები ამ პირდაპირ წერია თეთრზე შავით, რომ აღმოჩენილი არ არის სტრატეგიული განვითარების გეგმაში იწერება ყველა პოზიცია და ასეთი აღმოჩენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას. აი თქვენ რაც ვერ აღმოჩნეთ და ვიღაცამ არ დაინტერესდა, ვიპოვეთ ჩვენ მაგალითად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში პესტიციდების ყოფილ საწყობში დღეს ოჯახი ცხოვრობს. ეს საწყობი მდებარეობს სკოლის გვერდით. ოზურგეთში პესტიციდების ყოფილი საწყობის ტერიტორიაზე განთავსებულია გულისტანის ქარხანა. ეს ინფორმაცია იცით და ამ კუთხით კვლევა არის გაკეთებული თქვენამდე მოსულია, ან თქვენ დაინტერესდა? გულისტანის ქარხანა რომ არის განთავსებული და ასეთი უამრავი საწყობები არსებობდა, მე გითხარით კიდევ რომ ყველა კოლმეურნეობაში, საბჭოთა მეურნეობებში ყველგან იყო ასეთი საწყობები. ეს ციტირების საშიშია მაშინ, როცა ის არსებობს, ან გაჟონილია მიწაში. თუ კი ასეთი არ არსებობს და ის იყო ტომარებში და ასეთი არ არსებობს, იმ ადგილას, სადაც აშენებულია საწარმო, სადაც ბუნებაში არ არსებობს ასეთი, ასე ვთქვათ, პესტიციდი, იქ საში არაფერია. ვინმეს მიწა აქვს შემოწმებული? ბატონო? არის შემოწმებული, აი შეგიძლიათ დაზუსტებით გითხრათ. გულისტანის ქარხანა აშენებულია 10 წლის წინ, თუ არ ვცდები. ჯერ კიდევ არ ვიცი, ალბათ 2000-იან წლებში, თუ არ ვცდები, შეიძლება მეშინებოდეს. როცა ეს მისი გასხვისება მოხდებოდა, რა თქმა უნდა, იქნებოდა შემოწმებული წინააღმდეგ შემთხვევაში არც მშენებლობის დემართვა და არც რაიმე რეკონსტრუქციის დემართვა არ იქნებოდა. აი მაგალითად შუაფარცხმაში, სადაც არანაირი შემოწმება არ ჩატარებულა ამ დრომდე. შუაფარცხმაში, სადაც დღეს ოჯახი ცხოვრობს. შუაფარცხმა, გადავდივარ მეორე საკითხზე. ერთია რომ არსებობს შენობა, სადაც შესაძლებელია იყოს საწყობი და იქ არაფერი აღარ არსებობს და საშიშ არაფერია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მე ამას დღესვე დავინტერესდები, შუაფარცხმაში ყოფილ საწყობში თუ ცხოვრობს და როდიდან ცხოვრობს და არის თუ არა იქ ასეთი პესტიციდები დღესაც, ამით დავინტერესდები რა თქმა უნდა, თუმცა მუნიციპალიტეტს ვინ მისცა ნებართვა დაუშვათ, როდის შესახდა ეს ყველაფერი გასარკვევია და თუ შეასახლეს ისეთ გარემოში, სადაც შესაძლებელია იყოს სიცოცხლის საშიში ნივთიერება. და რაც შეეხება უშუალოდ გეგმას რო დავუბრუნდეთ, კონკრეტული თარიღით შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, როდის შეიძლება მოხერხდეს ზუსტი აღრიცხვა და არსებობდეს მონაცემები, ბაზა, რომელიც ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას გავიგოთ კონკრეტულად რომელ სოფელში რა ადგილზე იყო პესტიციდების საწყობები. ამ ბაზის შედგენას თუ აპირებთ. ეს გეგმა მოგესწრება 7 წლიანია და 2021 წელს მოიცავს. იმისათვის რომ ჩვენ დავადგინოთ კონკრეტული ტერიტორიებზე არსებული ყოფილი საწყობები, ეს ცოტა რთულია მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ასეთი აღრიცხვა არ არსებობს. აროდ კერძო მესაკუთრეების ხელში არის ძალიან ბევრი ქონება, რომელიც გადაცემული ქონდათ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, ხშირ შემთხვევაში 90%. ჩემი ოფისიდან თანამშრომლებმა მიაკვლიეს და გადაღებული მაქვს სურათები და მე ამაზე პრესკონფერენცია ჩავატარე. ძალიან რთულად, მაგრამ მიმდინარეობს ამ მეპატრონებთან დაკავშირება და ქალაქის და დაბის იერსახის მოწესრიგების მიზნით მითითება, რომ ეს დაგეგმებები იქნეს გატანილი, რომელიც დაბის ხშირ შემთხვევაში მაპატიეთ და საამშენებლო ნაგვის და მასალის სიძველისაგან შეიძლება დაინგრეს. და აქედან გამომდინარე ბატონო, სიძველე ერთია და პესტიციდების ყოფილი საწყობებიც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სიცოცხლისთვის საშიშია, შეიძლება დღეს და ხვალ არ იყოს რაღაცას კონკრეტულის გამომწვევი და სიკვდილიანობა არ მოიტანოს, თუმცა 10-15 წლის შემდეგ ეს შედეგებს როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუცილებლად გამოიღებს და შესაბამისად გვაინტერესებს და ამიტომ ვარ დაინტერესებული, რომ იქნებ რაღაც პერიოდის განმავლობაში კონდეს მონაცემები მის შესახებ თუ სად იყო პესტიციდების საწყობი, რა მდგომარეობა დღეს იქ? აბსოლუტურად გეთანხმებით, ნატო ნებისმიერი შხამქიმიკატი სიცოცხლისათვის საშიშია, მით უმეტეს თუ მან შეიძლება პირდაპირ ზეგავლენა არ მოახდინოს, მაგრამ გაჟონილი ნიადაგში ის ხდება უფრო მეტად საშიში, ვინაიდან შესაძლებელია მოხდეს რომელიმე მცენარის და კულტურის გაშენება და იქიდან მოხდეს ადამიანის
ასე ვთქვათ, დაავადება. იცით, ასეთი მონაცემები პირდაპირ გეტყვით, რომ დაახლოებით 40 წლის წინ, როცა არსებობდა 26-27 წლის წინ, ბოლო პერიოდს ვიღებ, კოლმეურნეობების ტერიტორიებზე სად ინახებოდა ასეთი პესტიციდები, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ეს ვიცით, რომ ცნობილი არ არის, ზუსტად ამის გაგება გვინდა. გახდება თუ არა თქვენთვის ცნობილი და იქნება თუ არა ეს საკითხი თქვენი ინტერესის სფერო? ხო, აი რომ გავაგრძელებ ჩემს ასე ვთქვათ დაწყებულ თემას, იმისათვის რომ დადგინდეს, სად არსებობდა ეს, ასეთი ადგილები მონიშნული არ არის. ასეთ ადგილებზე შეიძლება, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, გულისტანის ქარხანა იყოს აშენებული, სხვაგან შეიძლება ნანგრევებისაგან და გამოყენებული ყოფილიყო ეს მასალა სხვა რამისათვის, ამიტომ დადგენა და ძიება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, საკონსულტაციო საბჭოს აი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დავალებული ექნებოდა და თუ არ არის დავალებული, მე დავავალებ პირადად პირდებით 12-ში საკონსულტაციო საბჭო ექნება 12-მდე უფრო სწორად. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, ეს კონკრეტული დავალება იქნება თუ არა მიცემული, მე პირადად გეთანხმებით, რომ დავალებული მქონდა სრული პასპორტიზაცია არსებული შენობა ნაგებობების. მიუხედავად იმისა, იყო ის მუნიციპალური ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში თუ კერძო მესაკუთრის. ასეთი რეალობა იმ ფონზე, როცა ვადაგასული პესტიციდების არსებობა დაბინძურებული ადგილების სამეურნეო მიზნით გამოყენება ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას, ხელს უშლის ევრობაზარზე ქართული პროდუქციის გატანას და ტურიზმის განვითარებას, თუმცა ჯერჯერობით არავის აღურიცხავს, სადაც ჩამარხული გურიაში მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობის ნაშთები. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ პესტიციდების ნარჩენები ადრე მარნეულში მიჰქონდათ. რა მდგომარეობა ახლა სამარხში არის თუ არა დაცული შენახვის პირობები და რა ვალდებულებები აქვს შესასრულებელი საქართველოს 2030 წლისთვის. ნახეთ ჩვენი კორესპონდენტების მიერ მომზადებული сюжеты. За сетка его, за этой сеткой не ходите. Здесь опасно находиться. Так. И если сможете, вы это перенесите свой дом и свою палатку и все перенесите в другое место. Нельзя здесь так близко стоять. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აზერბაიჯანელი ეროვნების მომთაბარე მწყემსებს უხსნიან, რომ ტერიტორია, რომელზეც ახლა ისინი იმყოფებიან, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. იაღლუჯას ორგანული დამაბინძურებლების განთავსების ობიექტი ერთადერთია საქართველოში, სადაც ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან მოგროვებული ვადაგასული პესტიციდებია ჩამარხული. მიუხედავად იმისა, რომ 4 ჰექტრამდე ტერიტორია მთლიანად შემოსაზღვრულია, შიგნით ცხოველების შესვლას მაინც ახერხებენ. იაღლუჯას პოლიგონზე 4000 ტონა ვადაგასული პესტიციდია თავმოყრილი, თუმცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყოფილი საბჭოთა მეურნეობებიდან შემორჩენილი სამარხები და საწყობების ნაშთები მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს ისევ ქმნის. აქ ლაპარაკია ქრონიკულ ზემოქმედებაზე, დღეს, ხვალ, ზეგ, აი ამ პესტიციდით შეწამლული საკვები მიიღო წყალიდალია, ცხოველმა უთავბოლოდ მიყრილ მოყრილი ცხოველმა ალოკა, ან ის ჭურჭელი გამოიყენეს, რაშიაც პესტიციდი იყო და ასე შემდეგ, ეს იწევს ძალიან რთულ მოვლენებს, არ არის გამორიცხული ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, სხვადასხვა ქრონიკული დაზიანებით და რაც მთავარი თაობაზე მოქმედებს უდად. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, ვადაგასული პესტიციდები ქვეყანაში 2030 წლისთვის აღარ უნდა იყოს. პრობლემის მოგვარება რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა დღემდე მხოლოდ ყველაზე მწვავე წერტილებია გამოვლენილი. გამოვლენილი იქნა უკვე ყველაზე მწვავე წერტილები, სადაც დიდი რაოდენობით იყო ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი საწყობები, ზოგი დანგრეული ომის პერიოდში, ზოგი ჩამარხა მოსახლეობამ, ზოგი მერე იპოვეს და გამუდმებით ხდება მაგის მოძიება ეგეთი წერტილების, ძალიან ბევრი დარჩა. რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ვადაგასული ქიმიური ნარჩენების გასანადგურებლად ეს 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და 2016-20 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აღნიშნულ ვადებში გაუჭირდება. არაერთი პირი, რომელიც ამ სფეროში არის ჩართული, ჩახედული სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით მონაწილეობს, პირდაპირ განგაშის ზარს ცემს, რომ აქ არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. არა ვარ დარწმუნებული, რომ 2020 წელს ამოქმედდება. პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად ქვეყანამ ისტორიული დაბინძურების კერების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
რა საფრთხებზე საუბრობენ ტოქსიკოლოგები, რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, რაც გამოიწვევს პესტიციდების ნარჩენებით მოწამვლა. ამ საკითხებზე გურია ნიუსთან შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი ინგა ღვინერია ისაუბრებს. რა საფრთხეს ქმნის ვადაგასული პესტიციდები, ასევე დოზის გარეშე მისი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამაზე რომ გვესაუბროთ და რამდენად კონტროლდება პესტიციდების შემოტანა ქვეყანაში. მოგახსენებთ, რომ მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები დღესდღეობით აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ნორმალური მოსავალი. ესე იგი, ვერ ვიტყვით პესტიციდებზე ვარს, არა მარტო რომელიმე ქვეყანა, არამედ მსოფლიოში აღიარებულია, რომ პესტიციდი უნდა იქნას გამოყენებული. ეს ერთი მხარე. მაგრამ ამ მხარეს აქვს თავისი მეორე და მესამე და ასე შემდეგ მხარეები, როგორ უნდა გამოვიყენოთ პესტიციდი, რო არ დაავაზიანოთ არც გარემო და რაც მთავარია, არ დაავაზიანოთ ადამიანის ჯანმრთელობა. მას უნდა გონივრული გამოყენება. რისი პრაქტიკაც ჩვენთან ნაკლებად არის. ძალიან ხშირია პესტიციდებით გამოწვეული როგორც მწვავე მოწამლები, ასევე ქრონიკა, რაც ყველაზე მეტად საშიშია. მთელი უბედურება იმაშია, რომ იშვიათად ხვდება მწვავე მოწამლული ადამიანი სათანადო კლინიკაში. ესე იგი, რაღაცას დააბრალებენ, პესტიციდს არ აბრალებენ ამას, კუჭს ამოირეცხავენ და ასე შემდეგ გაივლის და აი ჩვენთან სამწუხაროდ სტატისტიკურად იშვიათად არის აღრიცხული მწვავე მოწამვლის შემთხვევები. თუმცა ამ მწვავე მოწამვლის შემთხვევებს ჩვენს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ინტენსიურად ხდება მათი გამოყენება, ნამდვილად ადგილი აქვს. აქ მეორე ფაქტორიც მოქმედებს. აქ სამედიცინო ასპექტით მინდა ვთქვა, რომ ან თავს იკავებენ არ მიდიან ექიმთან, ან და ექიმთან მისულები უკვე ზოგადი ინტოქსიკაციის ფონით მკურნალობენ და არაჩვენებენ იმ პესტიციდის ეტიკეტს, რაზედაც წერია. ყველა ნივთიერება, რომელიც აი ამ იმაში არის, თავისი თვისებები გააჩნია. ზოგი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ზოგი კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას იწვევს, ზოგი შინაგან ორგანოებზე მოქმედებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც ექიმები არიან გარკვეული მანდამაინც და აი ჩვენ გვაქვს ახლა ასეთი ინიციატივა, რომ ავიღოთ სახელმწიფოდან უფლება, რომ ჩავიდეთ რეგიონებში, გავიგოთ იქ რას იყენებენ, როგორ იყენებენ და მოსახლეობას მივაწოდოთ სათანადო ლიტერატურა, სათანადო ტრენინგები ჩაუტაროთ, როგორც მოსახლეობას, ასე სამედიცინო პერსონალსაც იმის შესახებ, თუ რას ვიყენებთ, როგორ ვიყენებთ და როგორ გამოვიყენოთ ის, რომ ჯანმრთელობის ზიანი არ მივიღოთ. ისევე როგორც შეგნებული ადამიანი ნებისმიერ მკურნალობისთვის გამოყენებულ წამალს არ მიიღებს უთავმოვლოდ და არ გაუწევს თავს კონტროლს, აი ასევე უნდა იყოს პესტიციდის მიმართ, კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს იწვევს გარემოს დაბინძურებას, ეს იწვევს ცხოველების უარყოფით ნეგატიურ ზემოქმედებას და რაც მთავარია, ეს მოქმედებს ადამიანზე. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ყველაფერს ამოწმებდნენ. ეხლა თუ მიმდინარეობს ამის შემოწმება. შემოსული პესტიციდის განსაზღვრის მეთოდიკა ათვისებული იყო და სათანადო ლაბორატორიები არსებობდა, რომლებსაც შეეძლოთ მათი შემოწმება. აი ეხლა დღეს ეს ცალკეულად ხდება. ძალიან მართალია რეგისტრირებული პესტიციდის მეთოდიკა არსებობს, მაგრამ მისი რეაქტივი, მისი ყველაფერი ეს ატარებს, შემოწმება ატარებს მხოლოდ შემთხვევით ან და არჩევით ხასიათს. ეს არ ხდება სისტემურად. თუ სისტემაში არ მოხდება ეს, ჩვენ რა თქმა უნდა ისეთ შედეგს ვერ მივიღოთ, რომელიც გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა. თვითონ პესტიციდის ზემოქმედების შესწავლაზე ეხლა ზედმეტია ლაპარაკი, ვინაიდან ეს ძალიან ძირად ღირებული ცდები არის და რა თქმა უნდა არ ხდება. ძირითადად შესწავლილი პესტიციდები შემოდის. შეიძლება მათ შესახებ ყველა ინფორმაციის მოგროვება. მხოლოდ საჭირო არის დავიცვათ თავი. იცით, აი ეტიკეტსაც მნიშვნელობა აქვს, აი შემოტანილ პესტიციდს როგორი ეტიკეტი აქვს. ეტიკეტი უნდა იყოს გარკვეული, ქართულ ენაზე დაწერილი, არსებობს ათასნაირი სიმბოლოები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ეს მავნია, ეს ასეთია, ეს მოქმედებს ადამიანზე, გარემოზე, ეს არ უნდა წყალში არ უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. ესე იგი, ყველაფერი შესწავლილია. მხოლოდ ამის სათანადო ცოდნაა საჭირო.
რა კონვენციებზეა მიბმული საქართველოს რა ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყანას პესტიციდების ნარჩენების დამუშავების გატანის განადგურების კუთხით ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკის ვალდებულებებს დადგენილ ვადაში რა სამუშაოა ამ დრომდე გაწეული აღრიცხულია თუ არა ყველა ის ადგილი სადაც ახიფათო ქიმიური ნარჩენები იყო გურიანი უსის სტუმარი გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ბერეჟიანია კონვენციებზეა მიბმული საქართველოს რა ვალდებულებები აქვს ქვეყანას აღებული პესტიციდების ნარჩენების დამუშავების გატანის განადგურების კუთხით და ასოცირების შეთანხმებით ნაკის ვალდებულებებთან დაკავშირებითაც რომ გვესაუბროთ ამ მიმართულებით. კონკრეტულად პესტიციდებს რომ ფარავდეს, მაგ კუთხით გარდა იმისა, რომ ასოცირების შეთანხმებაში გვაქვს ჩადებული ქიმიური ნივთიერებების მართვის ნაწილი, ასევე საქართველო არის როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მხარე ქვეყანა. სტოკჰოლმის კონვენცია ზოგადად ფარავს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მართვის საკითხებს და ამაში შედის ის პესტიციდები, რომლებიც წარმოადგენენ მდგრად ორგანულ დამბინძურებლებს და ჩვენი სამინისტრო წარმოადგენს ამ კონვენციის პარასხისგებელ ორგანოს. ასევე ჩვენი სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს როტერდამის კონვენციის პასუხისმგებელ ორგანოს და როტერდამის კონვენცია გულისხმობს ცალკეულ საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის იმპლემენტაციას ქვეყანაში. ანუ ზოგადად ჩვენი სამინისტრო არის პასუხისმგებელი ამ კონვენციის ქვეშ ინდუსტრიულ ქიმიურ ნივთიერებებზე, ხოლო სოფლის მეურნეობა გასცემს წინასწარ დასაბუთებულ თანხმობას პესტიციდების კუთხით. ასევე სტოკჰოლმის კონვენცია გულისხმობს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ეროვნული სამოქმედო გეგმა ამ კონვენციის განხორციელების პირველი დამტკიცდა 2011 წელს და ამჟამად მიმდინარეობს ამ გეგმის განახლების პროცესი, ვინაიდან დაემატა კონვენციას 9 ახალი მდგრადი ორგანული დამბინძურებელი. შესაბამისად კონვენციის სამდივნომ საჭიროდ ჩათვალა, რომ მოხდეს ყველა ქვეყანაში, რომელიც არის ამ კონვენციის მხარე ქვეყანა, მოხდეს ამ სამოქმედო გეგმის განახლება. შესაბამისად ჩვენ ქვეყანაში შარშან დაიწყო პროექტი მდგრადი ორგანული დამბინძურებლების სამოქმედო გეგმის განახლების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხელახალი ინვენტარიზაცია პესტიციდების ახალი მოდების გათვალისწინებით, მოდების გულისხმობს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების აბრევიატურა ასეთი. მოხდა ინვენტარიზაცია ხელახალი, მოხდა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა, მხარეებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ წყაროები ამ მოდების დაგროვებისა ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების აქტივობები და ამჟამად მიმდინარეობს უკვე დაწყებულია პროცესი ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების, რომელიც მიღებასაც ვარაუდობთ უკვე მომავალ წლის დასაწყისში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელახალი ინვენტარიზაცია მოხდა. თუ შეგიძლიათ კონკრეტული ადგილები დაასახელოთ, რა სახის სამუშაო გაწია ამ შემთხვევაში სამინისტრომ და ინვენტარიზაციის ფარგლებში რა არის კიდევ დარჩენილი გასაკეთებელი. მანამდე ჩატარდა ძალიან რამდენიმე ეტაპად ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციების სხვა პროექტების ფარგლებშიც. ერთ-ერთი პირველი პროექტის ფარგლებში UNDP-ის პროექტი იყო 2014 წელს მოხდა იაღლუჯას პოლიგონიდან 230 ტონა ვადაგასული პესტიციდის გატანა გასანადგურებლად ბელგიასა და საფრანგეთში. და შემდგომ წელს უკვე ახალი პროექტი იყო FAO ევროკავშირის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასევე კიდევ ერთხელ განხორციელდა ინვენტარიზაცია ახალი ინფორმაციების დამატებით, იმიტომ რომ ეს მუდმივად განახლებადი პროცესი არის, ვინაიდან ხშირად მოსახლეობაში ხდება პოვნა მოძველებული პესტიციდების და შესაბამისად კიდე ახალი პარტია უკვე 208 ტონა ამჯერად იქნა გატანილი აპრილში კვლავ საზღვარგარეთ გასაუვნებელყოფად ამჯერად საფრანგეთში. თქვენ აღნიშნეთ, რომ მუდმივად არის ეს განახლებადი პროცესი, ხომ არ აპირებთ კიდევ გაქვთ თუ არა ადგილები საქართველოში, სადაც არის ეს პესტიციდები უკვე ამოსაყები? ყველაზე ძირითადი და მტკივნეული საკითხი ეს არის ჩვენი ისტორიული დაბინძურება, რომელზეც თქვენს მოგეხსენებათ იაღლუჯას პოლიგონი, სადაც 4 ჰექტარის ტერიტორიაზე ძალიან დიდი მასა არის თავმოყრილი, იმიტომ რაც მანამდე ჩატარდა პროექტები, ძირითადად გამოვლენილი იქნა უკვე ყველაზე მწვავე წერტილები, სადაც დიდი რაოდენობით იყო ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი საწყობები, ზოგი დანგრეული ომის პერიოდში, ზოგი ჩამარხა მოსახლეობამ, ზოგი მერე იპოვეს და გამუდმებით ხდება მაგის მოძიება ეგეთი წერტილების, იმიტომ ძალიან ბევრი დარჩა და საბჭოთა კავშირის დროს იწარმოებოდა. მართალია ჩვენ ქვეყანაში არა, მაგრამ შემოტანა ხდებოდა ამ ნივთიერებების შემცველი პესტიციდების. შესაბამისად გადატანილი იქნა ერთიანად იაღლუჯაზე, მაგრამ კვლავ ვარაუდობთ, რომ კიდევ შეიძლება აღმოჩენილი იქნას სადმე სხვაგან საწყობები, სადაც კვლავ იქნება მსგავსი ნივთიერებები აღმოჩენილი. შესაბამისად ამაში მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც პოულობენ მსგავს ისტორიულ დაბინძურებას
პასუხისგებლობა იქონიონ და აძოვებენ საძოვარზე მათ საქონელს, გადაყრიან, ჩაყრიან მდინარეში და გვაცნობენ ოფიციალურად სამინისტროს, აცნობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩვენ შევძლებთ, რომ შემდგომი პროექტის დაგეგმვის ფარგლებში უკვე გავითვალისწინოთ ეს ისტორიული დაბინძურების ადგილები. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული კოლმეურნეობების ტერიტორიაზე არსებულ საწყობებს, სადაც ინახებოდა ეს პესტიციდები, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ადგილი ამ საწყობების ტერიტორიას იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა, ერთ-ერთ საწყობში არის საცხოვრებელი სახლი გაკეთებული და რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს იქ. ანუ გვაინტერესებს კონკრეტულად აი ასეთი ადგილებიდან თუ მოხდა ამ პესტიციდების ამოღება, თუ აპირებს სამინისტრო რაიმე ღონისძიების გატარებას და როდის გეგმავთ ამ ყველაფერს? ანუ მსგავსი ადგილებიდან, სახლებიდან და ასე შემდეგ მოხდა გატანა, მაგრამ იმათგან ვინც დაგვიკავშირდა და გვაცნობეს. შესაბამისად, ინვენტარიზაცია ბუნებრივია ლოგიკურად ჟღერს, რომ თითოეული სახლის ტერიტორიაზე ვერ შევა პროექტის მენეჯერი, რომელიც ინვენტარიზაციას ახორციელებს და ვერ შეამოწმებს თითოეულ სახლში, ხო არ არის შემთხვევით სადმე, იმიტომ ჩვენ დაგვიკავშირდნენ ძალიან ბევრი მოქალაქე, გვაცნობეს, ვიცოდით ასევე რაც უკვე კოლმეურნეობის საწყობი იყო ეს ბუნებრივია, ჩვენ თვითონაც ვიცოდით და შევედით, მაგრამ ძირითადად როდესაც მოსახლეობას ეხება, უნდა მოსახლეობამ გაათვითცნობიეროს, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ნივთიერებები. არასამთავრობო ორგანიზაციას მწვანე ალტერნატივას აქვს ესეთი საჯარო პოლიტიკის ნარკვევი 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული, სადაც აღნიშნული არის, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ქვეყანაში კვლავ წარმოადგენს ინფორმაციის მოგროვების და დამუშავების სრულყოფილი სისტემის არ ქონაო და კონკრეტული პრობლემები არის ჩამოთვლილი, არ არსებობს სრული ინფორმაცია, რა საშიში ქიმიური ნარჩენები იწარმოება, ან შემოდის, გადაიზიდება ქვეყანაში, შეგროვების ინფორმაცია არ არსებობს, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდეგ. რა შეგიძლიათ ამ მიმართულებით რომ თქვათ? ნაწილობრივ ეთანხმები, იმიტომ რომ ამდენად გვაქვს ჩვენ ხარვეზები, რომლებიც აღმოფხვრაზეც მუშაობთ. რა შეგიძლიათ თქვათ ინფრასტრუქტურის არ ქონასთან დაკავშირებით? წუთას რაღაც დონეზე არსებობს საქართველოში ინფრასტრუქტურა, სხვაგვარად ეს იქნებოდა სრული კოლაფსი სისტემის, რომ ნარჩენების არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რეციკლირების საწარმოები, სხვადასხვა ნარჩენების ნაკადებისგან შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის კომპანიებს აქვს სხვადასხვა ნარჩენები, თუმცა გვაქვს რაღაც ხარვეზებიც, მაგალითად არ გვაქვს მოდების გადამამუშავებელი, მოდების გამანადგურებელი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად სწორედ ამის გამო, რომ არ გვაქვს ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხდება საზღვარგარეთ გატანა ესე ეტაპობრივად ამ მოდების ნარჩენების. ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ რემედიაციის პროექტებზე მუშაობა, რომ სადაც არის დაბინძურებული ნიადაგი ამ მოდ პესტიციდებით მოხდეს აღდგენა ამ ნიადაგების და გამუდმებით გატანა და განადგურება. ანუ რემედიაციას უკვე ახალ ნაბიჯზე გადასვლა არის. პესტიციდების კუთხით ამჟამად უკვე რემედიაციის ღონისძიებების დაგეგმვაზე ვფიქრობთ, თუმცა ბუნებრივია, არ გამოურიცხავთ, რომ თუ კვლავ იქნება აღმოჩენილი პესტიციდების მარაგები, კვლავ დავიწყოთ საპროექტო წინადადების შემუშავება. დიაგნოზას რაც შეეხება, ჩვენ UNDP-ის პროექტის ფაილებში შემუშავებული გვაქვს რემედიაციის გეგმა სამი კონცეპტუალური სცენარით. და სამი კონცეპტუალური სცენარი სხვადასხვა სცენარს გულისხმობს ამიაღლუჯას პოლიგონის შემდგომი მართვის საკითხებთან. ერთი არის მაგალითად, რომ იქ მოხდეს ცენტრის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გაკეთება და ადგილზევე მოხდეს განადგურება და ძალიან ამბიციური სცენარია. ერთი სცენარი არის, რომ კონსერვაცია მოხდეს, ერთი სცენარი არის, რომ მოხდეს გატანა პერიოდულად და განადგურება, მაგრამ ეხლა ვაწარმოებთ დონორებთან მოლაპარაკებას, სხვადასხვა ექსპერტები ყავს ჩართული ამ საკითხებში, რომ რომელი სცენარი იქნება უფრო განხორციელებადი ქვეყნისთვის, რომლის შევძლებთ, რომ დონორებს ვთხოვოთ, რომ დაგვეხმარონ ფინანსურად, ბუნებრივია საქართველოს ბიუჯეტი ამას ვერ გაწუდება. ძირითადად რაც ჩვენ კეთდება, დონორების ხელშეწყობით კეთდება. და ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ უკვე დაწყებული არის უბრალოდ და დონორებთან ამ თემაზე საუბარი და უკვე მიდის გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც სცენარით იმოქმედებთ, უბრალოდ ჯერჯერობით გახმაურების უფლება არ აქვს. აი ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომელიც ძალიან მწვავე და მნიშვნელოვან პრობლემას მიეძღვნა, რომელზეც ჩვენ მომავალში ვისაუბრებთ. მომავალ შეხვედრამდე.